Starbucks-ის სრული ისტორია დასაწყისიდან დღემდე. გამარჯობა მეგობრებო. დღეს ძალიან საინტერესო ისტორიას მოგიყვებით, როგორ გადაიქცა პატარა ყავის მაღაზია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბრენდად. ეს არის ისტორია Starbucks-ზე. როგორ დაიწყო ყველაფერი? ყველაფერი დაიწყო 1971 წელს ამერიკის ქალაქში სიეტლი. იმ დროს სამი მეგობარი, ჯერი ბოლდუინი, ზევ სიგლი და გორდონ ბოუკერი გაერთიანდნენ ერთი იდეის გარშემო, შეექმნათ ხარისხიანი ყავის პროდუქტი. მნიშვნელოვანია იცოდეთ, იმ პერიოდში Starbucks არ იყო ის, რაც დღეს ვიცით. ისინი არ ამზადებდნენ ლატეს, კაპუჩინოს ან სხვა სასმელებს. ისინი უბრალოდ ყიდდნენ ყავის მარცვლებს, ჩაის და სხვადასხვა აქსესუარს. მათი შთაგონება მოდიოდა მაღალი ხარისხის ყავის კულტურიდან, განსაკუთრებით ევროპიდან. სახელის ისტორია. სახელი Starbucks შემთხვევით არ შერჩეულა. ის მოდის ცნობილი წიგნიდან, Moby Dick. ამ წიგნში ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი იყო Starbucks-ი, რომელიც ზღვის სამყაროსთან და თავგადასავლებთან ასოცირდებოდა. მთავარი გარდატეხა ჰოვარდ შულცი. 1980-იან წლებში სცენაზე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც Starbucks სრულად შეცვალა, ჰოვარდ შულცი. ჰოვარდ შულცი თავდაპირველად კომპანიის თანამშრომელი იყო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა ის გაემგზავრა იტალიაში. იქ მან ნახა სრულიად განსხვავებული ყავის კულტურა, პატარა კაფეები, სადაც ადამიანები იკრიბებოდნენ, საუბრობდნენ, ცხოვრებით ტკბებოდნენ. ამ გამოცდილებამ მას გაუჩინა იდეა. Starbucks უნდა გამხდარიყო არა უბრალოდ მაღაზია, არამედ მესამე ადგილის სახლისა და სამსახურის შორის. Starbucks-ის გარდაქმნა. თავდაპირველად კომპანიის მფლობელებს ეს იდეა არ მოეწონათ. მაგრამ 1987 წელს ჰოვარდ შულცმა Starbucks შეიძინა და დაიწყო სრულიად ახალი ეპოქა. მან დაამატა ესპრესო სასმელები, კომფორტული გარემო, მუსიკა და ატმოსფერო, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი. სწორედ აქედან დაიწყო Starbucks-ის რეალური წარმატება. სწრაფი გაფართოება. 1990-იან წლებში Starbucks დაიწყო სწრაფი ზრდა. ყოველწლიურად იხსნებოდა ახალი ფილიალები, ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში. Starbucks გახდა გლობალური ბრენდი, რომელიც არ ყიდის მხოლოდ ყავას, ის ყიდის გამოცდილებას. Starbucks დღეს Starbucks წარმოდგენილია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში. მას აქვს 35,000-ზე მეტი ფილიალი. კომპანიის ერთ-ერთი თანამედროვე ხელმძღვანელია ლაქსმან ნარასიმჰანი, რომელიც აგრძელებს ბრენდის განვითარებას. რა ხდის Starbucks-ს უნიკალურს? Starbucks-ის წარმატების მთავარი მიზეზებია: ძლიერი ბრენდი, მაღალი ხარისხის პროდუქტი, მომხმარებელთან ემოციური კავშირი, უნიკალური გარემო, ინოვაცია და მუდმივი განვითარება. ის გახდა ადგილი, სადაც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, მუშაობენ და დროს ატარებენ. Starbucks საქართველოში. დღეს უკვე Starbucks საქართველოშიც გამოჩნდა, განსაკუთრებით დედაქალაქში, თბილისი. ეს დიდი ნაბიჯია ქვეყნისთვის, რადგან ეს ბრენდი მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტების ერთ-ერთი სიმბოლოა. დიდი მადლობა, რომ უყურეთ ამ ვიდეოს. იმედია ეს ისტორია თქვენთვის საინტერესო და შთამაგონებელი იყო. თუ გინდათ კიდევ ასეთი ისტორიები, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გაუზიარეთ მეგობრებს. თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ნახვამდის მეგობრებო. გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და ცხოვრებაში ბევრ გამარჯვებას. და იმახსოვრეთ, დიდი წარმატება ხშირად პატარა იდეით იწყება.